ლინეა მილსი იწყებს მოცინავე მკვინთაობის კურსს, რომელიც მის სიცოცხლეს შეიწირავს. მაგრამ როგორ შეიძლება მკვინთავმა მოცინავე უნარების შესწავლიდან ერთ დაივში გარდაცვალებამდე მივიდეს, თანაც ორი მკვინთავი ინსტრუქტორის ზედამხედველობით. PADI ნიშნავს პროფესიონალ მკვინთავთა ინსტრუქტორთა ასოციაციას. ეს არის წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია მთელ მსოფლიოში მკვინთაობის სტანდარტების შექმნასა და შენარჩუნებაზე. PADI დაარსდა 1966 წელს. ის სწრაფად გაიზარდა და გახდა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და პატივსაცემი სკუბა დაივინგის სერტიფიცირების სააგენტო. მას აქვს 6600-ზე მეტი მკვინთავთა ცენტრისა და კურორტის ქსელი და უზრუნველყოფს ჩარჩოს, რომ მკვინთავებმა დაიცვან უსაფრთხოების პროტოკოლები, მიხვდნენ საუკეთესო პრაქტიკებს და პატივისცენ წყალქვეშა გარემოს. PADI ადგენს სტანდარტებს ტრენინგისთვის, აღჭურვილობის გამოყენებისთვის და მკვინთავთა ოპერაციებისთვის, რათა უზრუნველყოს როგორც სამოყვარულო, ასევე პროფესიონალი მკვინთავების უსაფრთხოება. ისინი სერტიფიცირებენ მკვინთავებს სხვადასხვა დონეზე, დამწყებიდან დაწყებული გამოცდილ ინსტრუქტორებამდე. PADI-ს ქოლგის ქვეშ ერთ-ერთი მკვინთავთა ცენტრი არის Gulf Dive მისულაში, მონტანაში, მაგრამ მკვინთავთა ცენტრები არ ეკუთვნის და არ იმართება PADI-s მიერ. ამის ნაცვლად ისინი არიან წევრები, რომლებიც იხდიან ლიცენზიის საფასურს PADI-s სახელის და სასწავლო სტანდარტების გამოყენებისთვის. შემდეგ PADI სერტიფიცირებს სტუდენტს, რომელმაც დააკმაყოფილა სტანდარტები PADI-s სერტიფიცირებული მკვინთავთა ინსტრუქტორის მიერ ჩატარებულ სასწავლო კურსზე. Gulf Dive თავაზობს კურსებს როგორც დამწყებთათვის, ასევე გამოცდილ მკვინთავებისთვის. საკვალიფიკაციო ჩაკვინთვები სრულდება მონტანას გარშემო მდებარე ტბებში, მათ შორის ტბა სილისა, რომელიც მისულადან 1 საათის სავალზეა, და ტბა მაკდონალდი, რომელიც დაივ ცენტრიდან 3 საათის სავალზეა. ტბა მაკდონალდი ყველაზე დიდი ტბაა გლეიშერების ეროვნული პარკში. ის დაახლოებით 10 მილი სიგრძისაა. სიგანეში 1 მილზე მეტია. სიღრმეში 472 ფუტია და ზღვის დონიდან 3100 ფუტის სიმაღლეზე მდებარეობს. ის ცნობილია თავისი ღრმა ბროლივით სუფთა წყლით, რაც მას იდეალურ სამკვინთავო ადგილად აქცევს გამოცდილი მკვინთავებისთვის. და ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ლინეა მილსი თავის მოწინავე სამკვინთავო კურსს Gulf Dive ცენტრში გადის. ლინეა უკვე იცის, რომ სურს იყოს საზღვაო ბიოლოგი. მრავალფეროვან გარემოში კვინთვა მისი კარიერის დიდი ნაწილი იქნება. 2018 წელს ოჯახურ არდადეგებზე ავსტრალიაში ლინეა დიდ ბარიერულ რიფზე თბილ და გამჭვირვალე წყლებში კვინთავს. მას უყვარს წყალქვეშა სამყარო და ის მოხალისეობრივად მონაწილეობს საზღვაო ბიოლოგიის პროექტებში ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტთან ერთად. ერთ-ერთი ყველაზე დიდი განსხვავება დიდ ბარიერულ რიფსა და გლეშერის ეროვნულ პარკს შორის არის წყლის ტემპერატურა. მიუხედავად იმისა, რომ დიდ ბარიერულ რიფში წყლის ტემპერატურა ხშირად 80 ფარენჰეიტის გრადუსზე მეტია, მაკდონალდის ტბა წარმოიქმნება მყინვარული დნობის შედეგად და მისი ტემპერატურა 40-დან 50 ფარენჰეიტის გრადუსზე დაბალია. აი სწორედ აქ არის მნიშვნელოვანი მშრალი ჰიდროკოსტიუმის ქონა. მშრალი ჰიდროკოსტიუმები სპეციალური დაივინგის აღჭურვილობა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ ცივ წყალში თბილად და მშრალად დარჩეთ. მშრალი ჰიდროკოსტიუმი განსხვავდება სველი ჰიდროკოსტიუმისგან. სველი ჰიდროკოსტიუმი თქვენს სხეულსა და კოსტიუმს შორის მცირე წყლის ფენწლის ფენას აკავებს. თქვენი სხეულის ტემპერატურა ამ წყლის ფენას ათბობს. მაგრამ ეს წყლის ფენა მოძრაობს თქვენი სხეულის მოძრაობასთან ერთად. ამ წყლის ნაწილი შეიძლება გამოვიდეს და შეიცვალოს ცივი წყლით. რაც ნიშნავს, რომ თქვენს სხეულს უწევს გაათბოს ნებისმიერი ახალი წყალი, რომელიც კოსტიუმში შედის. და წყალი ბევრად უფრო სწრაფად ართმევს სითბოს თქვენს სხეულს, ვიდრე ჰაერი. მშრალი კოსტიუმი კი თავის მხრივ თქვენს სხეულსა და კოსტიუმს შორის ჰაერის ფენას აკავებს. ჰაერის სითბოს თქვენს სხეულს თითქმის ისეთი სისწრაფით არ ართმევს, როგორც წყალი. ამიტომ უფრო დიდ ხანს რჩებით თბილად. ასევე შეგიძლიათ მშრალი კოსტიუმის ქვეშ თბილით ან საცმელი ჩაიცვათ, რადგან ისინი მშრალი დარჩება. ეს ქმნის იზოლაციის ფენას, რომელიც თქვენს სხეულს კიდევ უფრო თბილად ინარჩუნებს. მაგრამ მიუხედავად მათი სარგებლისა, მშრალი კოსტიუმები ასევე შეიცავს რისკებს, რომელთა შესახებაც მკვინთავებმა უნდა იცოდნენ და რომელთა მართვაზეც გაწვრთნილებიც უნდა იყვნენ. ჰაერი წნევის ქვეშ იკუმშება. ეს ნიშნავს, რომ როცა ჩადიხართ, ის ჰაერი, რომელიც გაათბობთ, იკუმშება. რაც უფრო ღრმად ჩადიხართ, მით უფრო იკუმშება ეს ჰაერის სივრცე. იმისათვის, რომ კომპენსაცია გაუწიოთ ჰაერის შეკუმშვას, კოსტიუმში მეტი ჰაერი უნდა შეიტანოთ. მშრალ კოსტიუმებს აქვთ შემავსებელი სარქველი, რომელიც თქვენს ჰაერის წყაროს არის მიერთებული. უბრალოდ დააჯირეთ ღილაკს და ჰაერი თქვენს ბალონიდან მშრალ კოსტიუმში გადადის. ეს აბალანსებს ჰაერის მოცულობას კოსტიუმში, მაგრამ ამავდროულად კიდევ ერთ რისკს ქმნის. როდესაც ამაღლდებით, ის ჰაერი, რომელიც კოსტიუმში შეიტანეთ, წნევის შემცირებისას დაიწყებს გაფართოებას. ამიტომ ამოსვლისას უნდა გამოუშვათ ნაწილი ჰაერი. თუ ამას არ გააკეთებთ, მშრალი კოსტიუმი ბუშტივით დაიწყებს ქცევას
და სწრაფად ამოგათრევ ზედაპირზე. ამიტომ მშრალ კოსტიუმს აქვს გამონადენი სარქველი, რომ ჰაერი გამოუშვას, როცა ის ფართოვდება. როცა მშრალ კოსტიუმში ღვინთავთ, უნდა გაიგოთ, როგორ მუშაობს ეს და ივარჯიშოთ კოსტიუმში ჰაერის დაბალანსებაში. ფეთი გთავაზობთ მშრალი კოსტიუმის სპეციალურ კურსს, რომ დაგეხმაროთ მისი გამოყენების დაწყებაში. ლინეას პირველი ღვინთვა მის ღია წყალში მოცინავე კურსზე ტარდება სილიის ტბაში. ის ქირაობს სველ კოსტიუმს და აღჭურვილობას გულდაივიდან. ყინულივით ცივი ტბის წყალი იმდენად ცივია, რომ კიდევ ერთმა სტუდენტმა გადაწყვიტა არ ეღვინთოს და ლინეას მისცა თავისი სველი კოსტიუმი. რათა ლინეამ ორმაგად ჩაიცვას და ცოტა უფრო თბილად დარჩეს. ღვინთვის შემდეგ გულდაივის მფლობელები დევიდ და ჯანინ ოლსონები ლინეას ურჩევენ, რომ იყიდოს მშრალი კოსტიუმი. და ასე, რამდენიმე დღის შემდეგ, 2020 წლის 1 ნოემბერს, ლინეა მოდის გულდაივ ცენტრში, თავისი მეორე მოწინავე სასწავლო ღვინთვისთვის. უკვე შეძენილი მეორადი მშრალი კოსტიუმით. ის ხვდება სხვა სტუდენტ ღვინთავებს, ბობ ჯენდრის, ბობის ცოლს, შენონ ჯენდრის, რომელიც უბრალოდ თან ახლავს, მაგრამ არ ღვინთავს. და კიდევ ერთ გოგონას, რომელსაც სასამართლო დოკუმენტებში ეგაგოლოდ მოიხსენიებენ, The Joel Wilsons. მათი ინსტრუქტორები, Deborah Snow და Seth Listony, აძლევენ მოკლე ინსტრუქციას და შემდეგ ჯგუფი 3 საათიან მგზავრობას იწყებს McDonald's-ის ტბისკენ. მგზავრობისას ბობი და ლინეა განიხილავენ თავიანთ წავიან წინა ღვინთვებს და ლინეას გადაცებას საზღვაო ბიოლოგიით. ჯგუფი McDonald's-ის ტბასთან ჩადის და იწყებს აღჭურვილობის მომზადებას. ლინეა აღფრთოვანებულია თავისი ახალი მშრალი კოსტიუმის გამოცდით. და კიდევ უფრო მეტად უხარია, რომ ღვინთვისას თბილად იქნება. ის ასრულებს აღჭურვილობის მომზადებას და მზად არის წყალში შესასვლელად, როცა ჩერდება და ბობს, ეკითხება მშრალი კოსტიუმის გულმკერდზე არსებული დაბალი წნევის შევსების შეერთების შესახებ. ბობი, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაასრულა მშრალი კოსტიუმის სპეციალური კურსი, უხსნის, რომ სწორედ იქ ერთდება მშრალი კოსტიუმის შევსების შლანგი, მაგრამ მეორად მშრალ კოსტიუმს ეს შლანგი არ მოხვდება. ეს დაბალი წნევის შლანგი უნდა დაემაგროს თქვენს რეგულატორს. შემდეგ შლანგი შეერთება ერთდება თქვენს მშრალ კოსტიუმზე, რათა ჩაძირვისას შეძლოთ კოსტიუმის შევსება და ჰაერის მოცულობის ნეიტრალიზება. მშრალი კოსტიუმის შევსება ნეიტრალიზებას ან ბალანსს უწევს კოსტიუმში არსებულ ჰაერის მოცულობას, რაც ასევე ბალანსს უწევს თქვენს ამოტივდივებას. და როდესაც ლინეა ეკითხება Deborah Snow-ს, თავის ინსტრუქტორს, რა უნდა გააკეთოს, Deborah ეუბნება, რომ უბრალოდ შეუძლია გამოიყენოს თავისი BCD ამოტივდივების სამართავად. ღვინთავები ატარებენ BCD-ს, ანუ ამოტივდივების საკონტროლო მოწყობილობას, რათა აკონტროლონ თავიანთი ამოტივდივება. ზედაპირზე ის იბერება, რათა ზედაპირზე რთვივებდე ისე, რომ ენერგია არ დახარჯოთ სურვაშაში და ზედაპირზე დარჩენაში. შემდეგ, ჩასასვლელად, ჰაერს გამოუშვებ შენი BCD-დან და იწყებ ჩასვლას. ჩასვისას მცირე რაოდენობით ჰაერს უმატებ BCD-ში, რათა გაანეიტრალო ამოტივდივება. როდესაც მიაღწევ სასურველ სიღრმეს, აწყობ ამოტივდივებას. სწორი რაოდენობის ჰაერი BCD-ში ნიშნავს, რომ თითქოს უწონოთ დივდივებ. და როდესაც წლიდან ამოდიხარ, ასვლისას BCD-დან ჰაერს გამოუშვებ. ზუსტად ისე, როგორც მშრალ კოსტიუმში, ასვლისას BCD-ში ჰაერი გაფართოვდება, რაც დადებით ამოტივდივებას შექმნის და ზედაპირზე ამოწევას დაიწყებს. ასვლის სიჩქარის კონტროლისთვის BCD-დან მცირე რაოდენობის ჰაერს გამოუშვებ. შენონ ჯენდრი, ბობის ცოლი, რომელიც არ ღვინთავს, ინსტრუქტორებთან ორჯერ ამოწმებს. თითქოს პასუხს ეჭქვეშ აყენებს, მაგრამ ლინეა პირველმა ალაპარაკდა და თქვა: თუ ისინი ამბობენ, რომ ყველაფერი რიგზეა, ალბათ მეც გარდად ვიქნები. მღვინთავთა ჯგუფი ყველა კვალიფიციურია, ამიტომ ინსტრუქტორები ტოვებენ ჩვეულებრივ ჩაღვინთვის წინა უსაფრთხოების შემოწმებებსა და ჩაღვინთვის ინსტრუქტაჟს. ისინი წყალში შედიან საღამოს 5 საათზე, როცა სინათლე უკვე იწყებს ჩაქრობას. მღვინთავებს ფარები არ აქვთ და ამიტომ გარემოს ბუნებრივ სინათლეზე უნდა დაეკორდნონ. Deborah Snow ლინეა და Edges 16 ფუტამდე ჩაჰყავს. ისინი იქ 5 წუთი არიან, როცა Snow Edges უკან ზედაპირზე აბრუნებს. ლინეას მშრალ ჰიდროკოსტიუმში ჰაერი ცოტა მჭიდროდ აქვს, მაგრამ ჯერ საკმარისად არ არის დისკომფორტში, რომ 3 საათის გზის შემდეგ ღვინთვა შეწყვიტოს. და Deborah Snow-საც არაფერი უჩვეულო არ შეუმჩნევია. ეხლა ინსტრუქტორი Seth Listony, რომელიც უსაფრთხოების მღვინთავის როლშია, სტუდენტებთან ბობ ჯენდრისა და Joel Wilson-თან ერთად ჩადის. Deborah Snow EG-სთან ერთად უკან ჩამოდის. თლიანად ჯგუფი 60 ფუტამდე ჩადის. ისინი შვერილზე ჩერდებიან. ბობ ჯენდრი ამჩნევს, რომ ლინეა ძალიან ცუდად გამოიყურება. ის ცდილობს მისცეს სიგნალი Snow-ს ან Listons ორ ინსტრუქტორს ამ ჩაყვინთვისას, რომ რაღაც რიგზე არ არის. რადგან მათი ყურადღების მიქცევა ვერ შეძლო, ის ბობს მიუბრუნდა. ბობი მაშინვე მისკენ მიცურავს, მაგრამ სანამ მას მიუახლოვდება, ლინეა ბალანსს კარგავს და შვერილიდან ცურდება. ბობი სწრაფად მიხვება მას და როცა 85 ფუტზე ეწევა, ხედავს, რომ მისი მშრალი კოსტიუმი ისე უჭერს სხეულს, რომ ლინეა ვეღარ სუნთქავს. ბობის მომზადება ამოქმედდა და ის ლინეას BCD-ის ინფლატორს წვდება. უნდა რომ BCD გააბეროს, რათა ლინეა ზედაპირზე ამოტივდივდეს და წყლიდან ამოყვინთოს. მაგრამ მისი BCD უკვე სრულად გაბერილია და ლინეა მაინც იწირება.
შემდეგი ნაბიჯი ბობისთვის არის ლინიას ზონის ქამრის მოხსნა. თუ ქამარს მოხსნის, ლინია უფრო მსუბუქი გახდება და ბობი შეძლებს თავისი BCD-ის ჰაერის დახმარებით ზედაპირზე ამოაცუროს. ის ლინიას მუცელთან ზონის ქამრის სწრაფი გასახსნელი ბალთის მოსაძებნად ცუდება, მაგრამ სწრაფი გასახსნელი არ არის, ზონის ქამარი არ არის. ლინია და ბობი ისევ ჩადიან. ბობი იცის, რომ ზოგიერთ BCD-ს აქვს ზონის სწრაფად მოსახსნელი ჯიბეები. ამიტომ სწრაფი გასახსნელის მოსაძებნად ეხება BCD-ს. ის გრძნობს, რომ BCD-ში ზონებია, მაგრამ სწრაფი გასახსნელი არ არის. ბობს აღარ აქვს სხვა გზა. ისინი 104 ფუტის სიღრმეზე არიან, როცა რეგულატორი ლინიას პირიდან უვარდება. ბობი ძლიერ სუნთქავდა და ახლა ჰაერი ეწურება. სანამ კიდევ უფრო ქვემოთ ჩაათრევენ, ის უშვებს ლინიას და იწყებს საგანგებო ამოსვლას. ის ამას ვეღარ უმკლავდება და დახმარება სჭირდება. ზედაპირზე ამოდის და ეძებს ვინმეს, ვინც დაეხმარება. მაგრამ ზედაპირზე დახმარება არ არის. Deborah Snow ზედაპირზე ამოდის მას შემდეგ, რაც ამჩნევს, რომ ორი მკვინთავი აკლია. ბობი და შენონი უხსნიან, რომ ლინია ჯერ კიდევ წყლის ქვეშაა და ვერ ამოდის. Snow ცოტა ხნით ჩადის, რომ ლინია მოძებნოს, მაგრამ სუსტად განათებულ წყალში ვერ ხედავს მას. დანარჩენი ჯგუფი ზედაპირზე ამოდის. Snow და Liston ბალონებს იცვრიან და კიდევ ერთხელ ჩადიან. ისინი ლინიას ხელს 128 ფუტზე პოულობენ. ვერ შეძლეს მისი ამოყვანა, ამიტომ ბცედს ხსნიან, რომ ტვირთი შეამსუბუქონ და ზედაპირზე აიყვანონ. ზედაპირზე მობილური კავშირის ზონაში არ არიან. წყვილი, რომელმაც შემთხვევა ნახა, მოხალისეობრივად თანხდება, რომ 30 წუთი იაროს უახლოეს ანძამდე, რათა სიგნალი დაიჯიროს და საგანგებო ზარი განახორციელოს. Deborah Snow შემდეგ ხსნის ლინიას საკვირთ კომპიუტერს და გამომძიებლებს არ აძლევს მას. ის ასევე იღებს ლინიას კურსის დოკუმენტაციას, რომელიც კურსის მიმდინარეობას ასახავს. მოგვიანებით ლინიას BCD იპოვეს. ლინიას მშრალი კოსტიუმისა და BCD-ის ჯიბეებში ჯიბოთავსებული ტყვიის ზონები ჯამში 44 ფუნტს შეადგენდა. თუ მე იგივე ღვინთვას შევასრულებდი, დაახლოებით 22 ფუნტი ტყვია დამჭირდებოდა და მე ლინიაზე მნიშვნელოვნად დიდი ვარ. მოვლენის შემდეგ გამართულ დებრიფინგზე ჯანინ ოლსონი, გალდაივის ერთ-ერთი მფლობელი, ესაუბრება ბოგ ჯენტრის და მიუთითებს, რომ ის იყო ადამიანი, ვინც ლინიასთან ერთად ღვინთავდა და ამიტომაც მას უნდა აეღო პასუხისგებლობა იმაზე, რომ ლინიას სიცოცხლე ვერ გადაარჩინა. როცა მას კითხვას უსვამენ, ჯანინ ოლსონი კორონერს ეუბნება, რომ ლინიას ღვინთვის პარტნიორმა დაინახა, როგორ აეტანა პანიკა. შემდეგ კი დაახლოებით 40 ფუტის სიღრმეზე უპრობლემოდ ცურვის შემდეგ პასიურად დაეშვა თვის ფსკერზე. საბედნიეროდ ბობ ჯენტრის GoPro-მ შეძლო მოვლენების მიუგერძოებლად დაფიქსირება. იმის გასაგებად, თუ რამდენად არაკომპეტენტური იყო ეს ღვინთვა, უნდა იცოდეთ, რომ Deborah Snow სულ ახლახან გახდა ინსტრუქტორი. ის არ იყო კვალიფიცირებული მშრალი კოსტიუმით ღვინთვის სწავლებისთვის და აშკარად ვერ ხვდებოდა, რომ მშრალ კოსტიუმს ინფლატორის შლანგი სჭირდება. მე თვითონაც მისწავლებია სანდო ღვინთვის ცენტრებში და შემიძლია გითხრათ, რომ ახლად კვალიფიცირებულ ინსტრუქტორებს იშვიათად ტოვებენ დამოუკიდებლად. კარგი ღვინთვის ცენტრები იყენებენ გამოცდილ მთავარ ინსტრუქტორს, რომელიც ზედამხედველობს ღვინთვის ოპერაციებს და ახალბედა ინსტრუქტორებს ხელმძღვანელობს. იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ჯანინ ოლსონმა სცადა გამოძიების შეცდომაში შეყვანა, თითქმის არ არსებობს ეჭვი, რომ საერთოდ არ ყოფილა ხელმძღვანელობა. სინამდვილეში 2019 წელს გულდაივმა გაუმართავი აღჭურვილობა გააქირავა არაკვალიფიციურ მღვინთავზე, რომელიც შედეგად გარდაიცვალა. იმ დროს, როდესაც ლინია გარდაიცვალა, გულდღაივზე ჯერ კიდევ მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი იმ ინციდენტის გამო. მილსების ოჯახმა სარჩელი შეიტანა გულდაივის, Deborah Snow-სა და Paddy წინააღმდეგ, რომელიც სასამართლოს გარეთ შეთანხმებით დასრულდა. Paddy-მ მას შემდეგ შეცვალა სწავლების სტანდარტები, მაგრამ პროფესიონალ მღვინთავთა საზოგადოებას სერიოზული ეჭვები აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იცავს Paddy საკუთარ თავს. მსოფლიოს მასშტაბით საკუთარ წევრ ღვინთვის ცენტრებში ამ სტანდარტების აღსრულებით პროაქტიულად დაინტერესების გარეშე.